სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი ყაზახეთში გასტროლებზე წასასვლელად ემზადება, სადაც სპექტაკლს რომეო და ჯულიეტას წარადგენს. ფესტივალის სამზადისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თეატრის დასის წევრებს შეხვდა და სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი აფხაზეთის საზოგადოებისთვის და ზოგადად აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული ფასეულობაა. მე მინდა მას წარმატებები უსურვო ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ზოგადად ეს თეატრი არის ჩვენი საზოგადოებისთვის დამაკავშირებელი, თაობათა დამაკავშირებელი თეატრი და მიხარია, რომ ესეთ დონეზე ესეთ წარმატებებს აღწევენ. მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად გვერდში უდგას აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კულტურის სამინისტროს პირადად ქალბატონ თიკა რუხაძის ჩართულობა, ვისი მეშვეობითაც კონკრეტულ თეატრს მიეცა საშუალება საზღვარგარეთ წასულიყვნენ გასტროლებზე. ჩვენ სამინისტროს დასახული გვაქვს გეგმები და ამოცანები, რისი საშუალებითაც შემოქმედებით და სამომავლოდ გაუჩნდება პერსპექტივები. ჩვენი თეატრისთვის ეს არის პირველი საერთაშორისო ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრის იქ მონაწილეობა, იმიტომაც რომ პირველია, იმიტომაც რომ ჩვენ აფხაზეთის სახელი ყველგან უნდა გავაჟღეროთ და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ უშუალოდ მთავრობა და სახელმწიფო იყოს ამაში ჩართული, რაშიც არიან ისინი უდაოდ ჩართულები და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის.